მოგესალმებით ბავშვებო. ვაგრძელებ გაკვეთილის მეორე ნაწილის ჩაწერას, როგორც დაგპირდით და ამ ვიდეოში უშუალოდ ვისაუბრებ მურად პირველზე. როდესაც ორჰანი გარდაიცვალა, მაინც გახსენებთ, ორჰანი იყო ოსმანის ვაჟი. ტახტზე ავიდა მურად პირველი. მურად პირველი მეფობდა 1359-1389 წლებში. მურად პირველი წინამორბედი სულთნებისგან განსხვავებით ძირითად აქცენტს აკეთებს სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწაზე. თუ წინამორბედი მეფეები ყურადღებას აქცევდნენ ტერიტორიების გაფართოებას, სახელმწიფო საზღვრების გაზრდას, მურადი უკვე უშუალოდ ცდილობს, რომ სახელმწიფო სისტემა მოაწესრიგოს და გამართოს. ძირითადად ოსმალეთის სახელმწიფო ეყრდნობოდა ძველ სელჩუკურ ინსტიტუტებს, მაგრამ როდესაც დრო მიდის, ვითარდებიან, რაღაცები იცვლება, შესაბამისად ის რაღაცებიც ბავშვებო დახვეწას საჭიროებს და სწორედ მურად პირველი დაიმახსოვრეთ ბიზანტიის სახელმწიფო სტრუქტურების მიბაძვით ანახლებს რაღაცებს. კი, მართალია მტერი იყო და ებრძოდა მას, მაგრამ როდესაც ხედავს, რომ ვიღაცას მასზე უკეთესი სახელმწიფო მოწყობის სისტემა აქვს, რატომაც არ გამოიყენებს თავისი სახელმწიფოსისაც, ხო? ზოგადად სახელმწიფოს ძლიერების საფუძველი მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რამდენად მეტი ტერიტორია გაქვს შემოერთებული. შეიძლება მცირე ტერიტორია გაკავოს ბოდიში, მაგრამ არ გქონდეს გამართული ადმინისტრაციული სისტემა, არ გქონდეს ეკონომიკური სისტემა გამართული, პოლიტიკური თუ სამხედრო. ეს ყველაფერი, როდესაც სახელმწიფო ცენტრალიზებულია, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, ადმინისტრაციული სისტემა მოწესრიგებულია, გამართულია, ეს იძლევა შემდეგ სახელმწიფოს ძლიერების საფუძველს ბავშვებო და იწყებს მოკლედ განახლებას სახელმწიფო მმართველობის დახვეწას მურად პირველი. წესით გაიგებდით უკვე რაზეა საუბარი. ახლა ნახეთ, სახელმწიფოში იგი ქმნის ვეზირის თანამდებობას. დაუკვირდით, სულთნის შემდეგ ვეზირი იყო მეორე პირი, თუმცა ცხადია სულთანს ემორჩილებოდა. სულთანში მოიაზრება მეორნაირად მეფე, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ როდესაც ოსმალებზე ვსაუბრობთ, მაინც სწორია რომ ვთქვათ სულთანი. და შემდეგ ვეზირის თანამდებობა შემოიღო. ასევე, როდესაც ოსმალები ბავშვებო ტერიტორიებს იპყრობდნენ, ამ დაპყრობილი ტერიტორიების გან მიღებული შემოსავლები, თუნდაც ალაფი, თუნდაც რაღაც სიმდიდრე, უშუალოდ სამეფო ხაზინაში შედიოდა და შემდგომ უკვე ჯარსაც ამარაგებდნენ, სურსათიც ჰქონდათ, ხაზინა შევსებული იყო და სწორად ნაწილდებოდა მოკლედ დაპყრობილი ტერიტორიებისგან წამოღებული და შეძენილი ალაფი, ანუ სიმდიდრე. ასევე მურად პირველს მხედველობიდან არჩება სამხედრო რეფორმის გატარებაც. ახლა დაუკვირდით, მურად პირველი ჯარს ყოფს ბავშვებო სამ ნაწილად. პირველი იყო სუბუქი კავალერია, აკინჯები, მეორე იყო ძიმე დაღჭვილი რაზმები, სიფაჰები, დაიმახსოვრეთ, გონი მეცამერია, სიფაჰები, ხოლო მესამე იყო ბავშვებო იანიჩარები. იანიჩარები უფრო ქვეით რაზმებს ეწოდება. სიფაჰები დაიმახსოვრეთ, ცოტა უცნაური სახელებია, მაგრამ კონტექსტს როცა მოარგებთ, შეიძლება უფრო გაგიმარტივდეთ. იანიჩრები ძირითადად კი ჯარში მსახურობდნენ, მაგრამ შემდგომ უკვე როდესაც მათი გამრავლება სულთანმა გადაწყვიტა, სახელმწიფო ადმინისტრაციაში მოხელეები შეეცო, კიდე შემოაქვს რაღაც ახალი სისხლის გადასახადი, რომელსაც დევრიშიმე ეწოდება. იანიჩრებად ხშირად მიჰყავდათ ასევე ქრისტიანი ბავშვებიც.
ოღონდ ნიჭიერი უნდა ყოფილიყავი, გონიერი უნდა ყოფილიყავი და ირიცხებოდნენ ხოლმე ქრისტიანი ბავშვებიც იანიჭრებათ და მსახურობდნენ მუსლიმთა სამსახურში. მოკლედ ასე გამართა მურად პირველმა სახელმწიფო სტრუქტურა. შემდგომ უკვე რა ხდება? ოსმალეთის იმპერია ზოგადად დაეფუძნა მუსლიმურ კანონებს. ახლა ეს რას ნიშნავს? ევროპელების ასე რომ ვთქვათ, გაოცებას თავდაპირველად იწვევდა ის ფაქტი, რომ ქვეყნის უმაღლესი მოხელეები უშუალოდ როდესაც სულთანს ექვემდებარებოდნენ, ეს მათ აუცებდათ. აი ნახეთ რა გითხარით, მუსლიმური სამართლის კანონებს დაეფუძნა მათი სახელმწიფო და შესაბამისად ევროპელები როცა ხედავდნენ, რომ ასეთი პატივისცემით იყვნენ განსაჭვალულები სულთნების მიმართ, შესაბამისად უკვირდათ და აუცებდათ ეს ყველაფერი. ასევე არსებობდა უმაღლესი სამოქალაქო თანამდებობა, რომელსაც ერქვა ფაშა. აი ფაშას რომ ეტყვიან ვითომ დიდებული და რაღაც უმაღლესი თანამდებობა რო უკავია, ეგეთ პირებს ეწოდებათ. კი, მოაწესრიგა მურად პირველმა სახელმწიფო სისტემა, გამართა ადმინისტრაცია, სამხედრო სისტემა, ხაზინაც შეავსო და აღსანიშნავია ასევე მისი დაპყრობებიც. ნახეთ რას აკეთებს. მე თქვენ გითხარით, რომ მას ბიზანტიასთან დაპირისპირება ჰქონდა. 1370 წელს ოსმალები ისე ახერხებენ სიტუაციის მართვას, რომ ბიზანტია ოსმალეთის ვასალი გახდა, ხვდებით? ეს ძალიან დიდი რაღაცა იყო. ბიზანტიის გარდა ოსმალები ასევე 1371 წელს სერბებს უმართავენ ბრძოლას. მარცის ველზე გაიმართა ეს ბრძოლა და როდესაც ოსმალებმა სერბები დაამარცხეს, შემდგომ უკვე 1389 წელს მურად პირველს დაუპირისპირდნენ სერბები და ბოსნიელი მეფემთავრები. 1389 წლის კოსოვოს ბრძოლა არის ბავშვებო უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ორივე მხარემ ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა. შესაბამისად ამაზე საუბარი არ ჩამცხრალა, ხვდებით? სერბებში სულ საუბრობდნენ. იმდენად მძიმე ბრძოლა იყო ბავშვებო, რომ მურად პირველიც კი დაიღუპა ამ ბრძოლაში და შემდგომ უკვე ტახტზე ადის სულთანი ბაიაზედი. კოსოვოს ბრძოლის შემდეგ სულთან ბაიაზედს სურდა, რომ ძალაუფლება გაიმტკიცებინა და სერბებში უკვე იმდენად დამძიმებული სიტუაცია იყო, რომ მათ უკან დაიხიეს და კოსოვოს ბრძოლაშიც გაიმარჯვეს ოსმალებმა. ზოგადად ოსმალთა წარმატების საფუძველი რაში მდგომარეობდა? იყვნენ მრავალრიცხოვნები. შესაბამისად გაწვრთნილებიც და შემდგომ უკვე უმარტივდებოდა დამპყრობელი ლაშქრობების გატარება, ან თუნდაც ომებში გამარჯვება. თან, როდესაც მას სამხედრო რეფორმა გაატარა და ჯარი დაყო მსუბუქ, მძიმე და ქვეით ჯარებად, ესეც ძალიან დაიხმარა შემდგომ უკვე გამარჯვებებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებას გისურვებთ.